ცოტა საინტერესო თემით განვაგრძობთ გადაცემას. განახლებული ლარი 20, 50 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები 2016 წლიდან გამოვა. ეს არის ლარის 20 წლიანი ისტორიის მანძილზე ბანკნოტების დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლება. პროექტი აერთიანებს ფულის ნიშნების წარმოებასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან თარიღს, მოვლენას და ფაქტორს. ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი და დიზაინერი ბაჩა მალაძონია შემოგვიერთდნენ. მოგესალმებით, მადლობა მომხდარებისთვის. ბატონ ბაჩა, სანამ ვისაუბრებთ იმაზე თუ რამდენად ლამაზი არის მართლა და ყველა მოიწონა ეს ბანკნოტები. ბატონ გიორგი, ძალიან კარგი გადაწყვეტილება, როდესაც იცვლება ლარის ეს ბანკნოტები, როდის მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება და რამდენი ხანია მუშაობა მიმდინარეობს? დაახლოებით 3 წლის უკან დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. ამ პროცესში ჩვენ დაახლოებით შევისწავლეთ 30-მდე ცენტრალური ბანკის გამოცდილება, რომელმაც ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელეს ბანკნოტების მნიშვნელოვანი განახლება. ასევე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია და კონსულტაციები ასევე სოფლიოში წამყვან ბანკნოტების ბეჭდავ კომპანიებთან, რომელმაც საკმაოდ დიდი დახმარება გაგვიწიეს და საბოლოო ჯამში ჩართულები იყვნენ ამ პროცესში. საშუალოდ მიღებულია, რომ დაახლოებით 8 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს ბანკნოტები, იმიტომ რომ ყოველწლიურად ვითარდება ბეჭდვის ტექნოლოგიები, გამოდის ახალი დამცავი ნიშნები და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენც არ ჩამოვშეთ. დამცავ ნიშნებსაც შეეხება, ბატონ გიორგი, ანუ განსხვავებულია დამცავი ნიშნები ახალ ბანკნოტებზე როგორია დამცავი? კი, უფრო ასე ვთქვათ, ახალი დამცავი ნიშნებია დატანილი, იმიტომ რომ წლიდან წლამდე იხვეწება ტექნოლოგიები, შესაბამისად უნდა მისდიოთ. დაემთხვა თუ დავამთქვეთ ლარის 20 წლის იუბილეს? ვცდილობდით, რომ საიუბილეო თარიღისთვის ეს მოგვეხერხებია, თუმცა ეს არ იყო მთავარი არის ის, რომ თქვენ იცით, რომ ბანკნოტები ცვლიდება, პერიოდულად ჩვენ ვახდენთ ამ ბანკნოტების გამოცვლას, ჩანაცვლებას, ამოგვაქვს გაცვლეთილი ბანკნოტი და ვანაცვლებთ ახალი ბანკნოტით, გვიწევდა ამავდროულად ჩვენ შემდეგი ასე ვთქვათ პარტიის შეკვეთა დამზადება ბანკნოტების და დავამთხვიეთ ბანკნოტები არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი, ქართული ფული, ლარი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა, ალბათ ვერ შევადარებთ ვერც ერთ ბანკნოტს, ვიცენებდით ევროს, დოლარს და ძალიან ბევრ ბანკნოტს, თუმცა მაინც ვერ ვადარებთ. ძალიან ლამაზია. შეუდარებელია ნამდვილად. ცხოვრება შეგვიძლია ლარების ნახვაც შეუძლიათ მაყურებელს. ეს არის ნიმუშები, რა თქმა უნდა. ეს არის 100 ლარიანი. შეიძლება მეც თქვენც ნახეთ. რა თქმა უნდა, სრული ინფორმაცია არის ინტერნეტში ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული და ზომითაც ცოტა დიდია, ხო? ცოტათი რამოდენიმე მილიმეტრით გაზრდილია და მოწესრიგებულია ზომებშიც, ანუ პროპორციულად, სიმეტრიულად იზრდება დაბალი და მაღალი. ბატონ ბაჩა, როდესაც მუშაობდით ბანკნოტებზე, რა იყო მთავარი, ასე ვთქვათ, ინსპირაცია თქვენთვის? ხო, მე გუშინ პრეზენტაციაზე აღნიშნე, რომ რა თქმა უნდა ეს დიდი პატივია, როცა შენი ქვეყნის ეროვნული ვალუტის დიზაინზე მუშაობ. საბედნიეროდ ეს გამოცდილება გარკვეულწილად მე მქონდა, იმიტომ რომ 20 წლის წინ მამაჩემთან ერთად, მოდარ მალაზონიასთან ერთად მუშაობდი პირველი ლარის ნიმუშების შექმნაზე. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გამომადგა ამ ხანგრძლივ პერიოდში, წელიწადზე მეტი მომიწია მე ამ დიზაინზე მუშაობა. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ეროვნულ ბანკს ჰქონდა ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია, მას უნდა შეენარჩუნებინა მთელი ის შინაარსი, რომელიც არსებობდა ლარში, ანუ ისტორიული გარემო, პერსონალია, გმირები, მაგრამ აი ამ ინსტრუმენტებით შექმნილი იყო ახალი, პოზიტიური, თანამედროვე ლარი. შეფასება განსასიამოვნო რას თქვენ თქვით და თუ მოწონება დაემსახურა, რა თქმა უნდა, ჩემი ინსპირაცია იყო ის, რომ ყოფილიყო რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის პოზიტიურად აღსაქმელი. ვერ გაექცევა იმას, ლარს აფასებს ყველა, არა მარტო შენი მოქალაქე, არამედ ყველა ადამიანი, ვინც შემოდის შენს ქვეყანაში. ყველა შეფასება გავახმოვანებ. განსაკუთრებით ყურადღება არის გამახვილებული ფერზე და გამომსახველობაც არის მართლა საოცარი. ხო, რა თქმა უნდა, ესეც გარკვეული თანამედროვე ტრენდი არის დიზაინში, მაგრამ პირველად და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მინდოდა ამ სერიას ქონოდა ერთიანი, ასე ვთქვათ, გრაფიკული ოჯახის შტაბის-ჭრილება დაეტოვებინა. შემდგომში, როცა გაჩნდება 5-იანი და 10-იანი, თქვენ დაინახავთ, რომ ეს სერია, ასე ვთქვათ, უფრო გამართული არის და გაგრძელებადია და ქონოდა თითოეულ მათგანს თავისი დამახასიათებელი ფერთა გამა ჩამოყალიბებული, რომლითაც უკვე რაღაც წლების განმავლობაში თქვენ გექნებოდათ ადვილი იდენტიფიცირება, რომელ კუპიურაზეა ლაპარაკი, თქვათ იმის გამო, რომ ეს არის მეწამული, ან მწვანე, ან
ფაქტობრივად ბევრი ინფორმაცია არის დატანილი ბანკნოტებზე, ჩვენ ხედავს, თუმცა არ იქნება ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა. ერთგვარი განმარტება ამაზე უკვე გაკეთდა, თუმცა მაინც მინდა გითხოთ, ანუ აქამდე რომ იყო ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა, ეს დარღვევა იყო? არა, გეტყვით როგორ არის, ანუ როდესაც იქნებოდა თავის დროზე ბანკნოტები 95 წელს, მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ხელმოწერა და ფინანსთა მინისტრის, თუმცა დღეს სტანდარტის მიხედვით და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ბანკნოტს ხელს აწერს ის, ვინც არის კანონით პასუხისმგებელი ემისიაზე. არის ქვეყნის მაგალითები, რომელთა ბანკნოტებიც არის. კი, არის ესეთი მაგალითები, ანუ ხელს აწერს ბანკნოტს, ვინც არის ემისიაზე პასუხისმგებელი, ვინც დაბეჭდავს ფულს. იმ ქვეყნებში, სადაც ცენტრალური ბანკი, ასე ვთქვათ, არ არის მარტო გადამწყვეტი ამ საკითხის და ფინანსთა სამინისტროა ჩართული, იქ არის ორი ხელმოწერი. მაგრამ მეტწილად ყველგან არის ერთი ხელმოწერა. შევსწავლეთ დაახლოებით 60-70 ქვეყნის მაგალითი და თუმცა ალბათ ხელმოწერების საკითხი მაინც მეორე და შემდეგ თქვათ მეხუთე ხარისხოვანი, იმიტომ რომ თავარი ალბათ ლარის სწორი განვითარება და მდგრად და სტაბილურ ავტო ჩამოყალიბება პირველ მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი 500-ლარიანი ბანკნოტები ვახსენეთ, როდიდან აპირებთ რომ ჩაანაცვლდეს? პირველ რიგში ვიტყვი და მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ საზოგადოება მიცოდეს ზუსტად 2016 წლიდან ეტაპობრივად შემოვა 20, 50 და 100 ლარი. დღეს არ მუშაობს ახლა ეს ნიმუშებია. რაც შეეხება 5 და 10 ლარს, რა თქმა უნდა, როდესაც დიზაინი იქნებოდა, ბაჩამ აღნიშნა, რომ ეს ერთიანი ოჯახის კონცეფცია არის შექმნილი, ანუ ისინიც დაახლოებით იგივე სტილში არის შექმნილი, თუმცა ჯერ ეს ასე ვთქვათ შენახული გვაქვს, ჯერ ადრეა. და დამატებით, როდესაც უკვე ზუსტად გვეცოდინება ჩვენ ის მომენტი, როდესაც გამოვა მიმოქცევაში, აუცილებლად გავაცხადებთ ამის შესახებ და ისევ გესტუმრებთ. დღესაც ჰქონდა ინფორმაცია, რომ უცხოელ ექსპერტებს ძალიან მოეწონა და თქვენს რომ საერთაშორისო გამოფენებზე შეგვიძლია წარმოადგინოთ ამ მიმართულებით რას ვთქვით? ალბათ ეროვნული ბანკის მონაწილეობით ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ყოველ შემთხვევაში ამის სრული რამოდენიმე წლის წინათ გაჟღერდა და ალბათ ამას გავაკეთებთ შესაბამის გამოფენებზე და კონკურსებში. მე მგონი შეგვიძლია ამის და გამოფენებიც მოხდება ბატონო. სოფლიოში ტარდება ბანკნოტების კონკურსი, ასე რომ თქვა, წელიწადში ერთხელ და ყველა ცენტრალური ბანკიც ცდილობს მისი განახლებული ბანკნოტი გაიტანოს და მოიპოვოს. როგორ ფიქრობთ, გავუწევთ კონკურენციას ვალუტებს? როგორც ბაჩამ აღნიშნა, ჩვენ როდესაც ამ ბანკნოტების დიზაინს ვაკეთებდით, კონსულტაციები გავიარეთ და ამ პროცესში გვეხმარებოდნენ კომპანიები საფრანგეთიდან, გერმანიიდან და ინგლისიდან, სამი ქვეყნის წამყვანი ბანკნოტების ვეშტავი კომპანიები იყვნენ ჩართულები, რომელთა დიზაინერებმაც საკმაოდ, ასე ვთქვათ, ნახტოვანება გამოხატეს. დიახ და ძალიან მოიწონეს და გვირჩიეს, რომ აუცილებლად გავაგზავნოთ ჩვენი ბანკნოტები ამ საერთაშორისო აუცილებლად მევიქრობ, რომ ნამდვილად კონკურენტებს ეშინადეთ ჩვენი ბანკნოტები. და კიდევ ერთ ვიტყვი, ცოტა დიდი არის ეს კუპირები, მე მგონი საფულების გამოცვლაც მოგვიწევს, ხო? არ მოგვიწევს, როდესაც ჩვენ ზომებს მივაქციეთ ყურადღება, ეხლა ეს ზომები სისტემურად მოწესრიგებული, ანუ პროპორციულად იზრდება, სიმაღლეში 2 მმ და სიგანეში 5 მმ, ადრე ეს არ იყო, ასევე დიაგონალური ზრდის პრინციპია გამოყენებული, რაც მარტივს ხდის და მოსახერხებელს მათ გამოყენებას და რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ სტანდარტი ეს ზომები, ასე რომ ვთქვათ, არ ემთხვევა საფულებს არ მოუწევს არავის საფულების ჩასადების ეს ზომების დაზუსტების დროს ხედულობაში მივიდა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ ბატონო ბაჩამ 5-10-ლარიან კოპირებზე მუშაობაში, წარმატებებს გისურვებთ ბატონო გეკითხენ საკითხებში. კონკურსსაც აუცილებლად. კი ბატონო, ველოდებით გატანს. დიდი მადლობა სტუმრებს კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მელაშვილი და დიზაინერი ბაჩა მალაზონია იყვნენ ჩვენი სტუმრები. მადლობა მობრძანებისთვის.